მოგესალმებით ბატონო მოსამართლე, მოგესალმებით უყოლას. მოგესალმებით უყოლას. მოგესალმებით ბატონო მოსამართლე. ჩემმა უფლება დამცველებმა მე მგონი ყველაფერი კარგად ახსნეს, რომ არანაირი ბრალი არ მიმიძღვის მე ამ საქმეში. და მე ერთი რაღაც შემიძლია დავამატო, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიზირებული პოლიტიკური დევნა, არა მარტო ჩემზე, არამედ ამ ახალგაზრდებზე, რომელიც მიზანმიმართულად არის განხორციელებული ჩვენზე. მაგრამ ერთი რამე მინდა უთხრა მე ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. ისინი თუ აპირებენ რაღაცნაირად გაგვტეხონ, რაღაცაზე დაგვითანხმონ, ეს არ მოხდება. გლები არათვინიერდებიან. ბატონო ბიძინა. გლების მოთვინიერება არის არა, გაგაწყვეტინებთ, იმიტომ რომ შეუძლებელი. თქვენ უნდა მომართოთ მე სასამართლოს აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება სადაც გნებავთ, იქიდან მიმართეთ. ბატონო ვეფხვია. არანაირი პრობლემა აბსოლუტურად იმასთან დაკავშირებით არ გაქვთ. ჩემთან, როდესაც სასამართლოს დომაზე ბრძანდებით, აღკვეთთან დაკავშირებით, კი ბატონო გისმენთ და მე უნდა მომართოთ. კი ბატონო მოსამართლე. ისე მიმართეთ. აღკვეთთან დაკავშირებით თუ რამე გაქვთ, გისმენთ თუ არა და კარგად ბრძანდებით. კი ბატონო, ერთი წადი. ნუ მაწყვეტინებთ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მაწყვეტინებთ, იმიტომ რომ მე მომართეთ უშუალოდ. რა თქმა უნდა. მაქვს ძალიან ბევრი რამე მაქვს სათქმელი. დღეს რაც აი ამ დარბაზში ხდება, ეს არა მარტო დანაშაულია, ბატონო რამდებლებო, არამედ ეს არის ბოროტება. რასაც თქვენ აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ ჩემშვილებს სრულიად უკანონოდ წაართვით სიხარული. და აი ამ ბიჭების დედებს წაართვით სიხარული. და დღეს ჩემი 8 წლის ბიჭი განიცდის ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ტკივილს. რაც ჩემზე ძალიან მოქმედებს. მე ერთი რამე მინდა გითხრათ ბატონო მოსამართლე. მე იმ დღეს წინა სხდომას უყურე ანდრო ჭიჭინაძისა. მსახიობი კაცი, ჩემი კოლეგა, რომელიც საქმეს მე არ ვიხილავ. შეიძლება რა. ანუ აღკვეთთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება მათქმეინეთ რა. კი ბატონო გისმენთ, სხვა საქმეებს არ ვიხილავ. ჩემი დამოკიდებულება კი ბატონო შეგიძლიათ ისაუბროთ. ჩემი დამოკიდებულება მათქმეინეთ. თქვენ არ გაინტერესებთ საერთოდ ვინა ვარ, აპიროვნება ვარ? როგორ არ მაინტერესებს? გაინტერესებთ. აღკვეთთან დაკავშირებით კი ბატონო. გაინტერესებთ, უნდა მომისმინოთ. საქმე მე არ მაინტერესებს. უნდა მომისმინოთ, რომ გაიგოთ მე რა პიროვნება ვარ. დიახ, გისმენთ იმ ფარგლებში, რაც საქმე მაძლევს. იურისტმა ხო საკმარისია ადამიანთა რამოდენიმე ხანი ისაუბროს, საკმარისია მისთვის რომ გამოიტანოს დადებითი ან უარყოფითი შეხედულება ადამიანზე, ხო? ხო და თუ შეიძლება მომისმინეთ რა, მე მგონი იმდენი დავიმსახურე ამ ქვეყანაში რა. დიახ, 20 წელი ვემსახურე ჩემს სამშობლოს და არაერთი ქართული საქმიანობს გაკეთებული. მომიცია იმის საშუალება, რომ თქვა არ მომეცა რაიმე განმარტების შესაძლებლობა, მე წეღანაც გითხარით და მიუხედავად იმისა, რომ რეპლიკებზე ვიყავით გადასული, რადგან მთხოვა თქვენმა ადვოკატმა, ამიტომ განმარტების საშუალებას გაძლევთ, მაგრამ უშუალოდ ამ საქმესთან დაკავშირებით გეუბნებით, რომ ისაუბროთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ახლა ვიხილავთ. სხვა საქმეები არ მაინტერესებს. ბატონო მოსამართლე. დიახ. ბატონო მოსამართლე. ძალიან გთხოვთ, რომ შეარჩიეთ, ხო? ბატონო მოსამართლე. თქვენც უნდა შეარჩიოთ ტონი. რა თქმა უნდა, მე ტონი არ მიწევია არანაირად. ბატონო მოსამართლე. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ბატონო ვეფხვია. წინა სხდომებზე, როდესაც გელიაშვილი განიხილავდა ხო ჩვენ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ მან არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნები და მაინც დაგვტოვა პატიმრებაში. მე პატივისცემა დამშა იმ ადამიანის მიმართ და რატომ იცით? იმიტომ რომ მისმენდა. მთელი გულის ხურით მისმენდა, იმიტომ რომ აინტერესებდა მას როგორ პიროვნებასთან ქონდა საქმე. და თქვენთანაც მექნება ძალიან დიდი თხოვნა. მე პირველივე შეხვედრაზე თქვენ თუ გახსოვთ, ხო? ჯერ როგორც ქალბატონი უდიდეს პატივისცემას გამოვხატო ნებისმიერი ქალბატონის მიმართ. მე როგორც მოსამართლე და ვალდებული ვარ პატივიცეთ, ხო? ამიტომ გთხოვთ რა, მათქმეინეთ რა, რამოდენიმე შეიძლება. გათქმეინებთ აღკვეთთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის დიდი ტკივილია, იმიტომ რომ ჩემი კოლეგა ანდრო და მაგიტო ვიძახ უბრალოდ მსახიობებს უფრო ადვილად შეგვიძლია, რაც ჩვენ შეგვიძლია ხელოვან ადამიანებს, ადამიანის წუხილი გულის ტკივილი დავინახოთ, ეს შეულებრივ ადამიანს შეიძლება არ შეეძლოს რა. აი რა შეიძლება დაუშაოს ანდრო ჭიჭინაძემ სახელმწიფოს
თუნდაც ონისე ცხადაძე ხალხო. მე ილაპარაკეთ ძალიან გთხოვთ. იგივეა, ერთ ჩვენ ერთად ვარ. მე ისაუბრეთ, მე არ ჯობია. ყველას გვეხება. კი ბატონო, ჩემზეც გადავალ, მაგრამ ხო შეიძლება შესავალი გავაკეთო რა. დღეს რაც ხდება ქვეყანაში ეს ჩვენ არ გვეხება? ნანუკა ჟორჟოლიანს რო შეუვარდნენ სახში და ძალიან გთხოვთ. ნანუკას რო სახში შეუვარდნენ იმის გამო რომ ჩვენს ოჯახებს ეხმარება, ჩვენ შვილებს ეხმარება. ეს არ არის გათქმელი? თან დაკავშირებით ისაუბრეთ უშუალოდ აღკვეთის გადასინჯოს ვიხილავ ახლა. მაშინ ესე ვიტყოდი მე. ბატონო ვაჟა და ბატონო ვახტანგ. თქვენი ყველა ქმედება. ეს არ არის მხოლოდ დანაშაული, ეს არის ბოროტება. და მე მინდა მიმართო საპატრიარქოს, ჩაერთოს ამ საქმეში, დაინტერესდეს. მე მინდა მიმართო ჩემს პატრიარქს, ჩემო პატრიარქო. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს. გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენლები დაესწრონ ჩვენ სასამართლოებს. რათა აღიკვეთოს ეს ბოროტება, რაც დღეს ხდება. ამ ახალგაზრდებს ართმევენ სიხარულს, ართმევენ მომავალს. რაც დანაშაული კი არა, მხოლოდ ბოროტებაა. დღეს საქართველო არის დაპყრობილი ხალხო. და მე მინდა რომ მივმართო საზოგადოებას, რომ ამაზე ხმა უნდა აიმაღლონ. ბატონო, ჩვენშია პრობლემა საზოგადოებაში. შენიშნოს, არ მინდა რომ თქვენს გარეშე გავაგრძელო პროცესები. ძალიან გთხოვთ, დაბრძანდით ან აღკვეთთან დაკავშირებით განმარტებას ვისმე. აქ ხართ სასამართლოში. ვიცი. ძალიან კარგი. რომ იცით, მაშინ აღკვეთთან დაკავშირებით გისმენთ. და ეს სასამართლო არ უნდა ვაქციოთ ბოროტების ბუდეთ. ქალბატონო მოსამართლე. გასაგებია. ბოროტების ბუდეთ არ უნდა ვაქციოთ ეს სასამართლო. მე ამაზე მაქვს საუბარი. ხო შეიძლებოდა თუნდაც აღდგომას, ესენი თუ ქრისტიანები არიან, გავეშვით, კი ბატონო, გამოცხადდებით, გირავოთ თუნდაც სამაჯურით, ხო სად უნდა მივიმალოთ? ვის უნდა მივემალო? მე მქონდა მაგის შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოვიყენე, იმიტომ რომ ეს იქნებოდა რას გავქცეოდი? როდესაც მართალი ვარ, რატო უნდა დავიმალო? ეს ხო მე არ ვიცი, ჩემთვის გაუგებარია ყოვლად რა. იმის მაგივრად მე ველოდებოდი, როდის დამაკავებდნენ, როდესაც ვნახე ეს საზარელი კადრები, ვიცოდი რომ დამაკავებდნენ და მზად ვიყავი და ველოდებოდი რომ დამიძახებდნენ და მივსულიყავ. არც მაშინ არ დავმალულო არ. საერთოდ ვერ მიცნო მე პოლიციამ. მაგრამ მე უთხარი, მე ვარ მეთქი, კი ბატონო. ხოდა რა აუცილებლობა არსებობს ბატონო ვახტანგ და ბატონო, აი წმინდა ადამიანურად გეუბნევით რა. რა აუცილებლობა არსებობს, რომ მე ვიყო საპატიმროში და არ ვიყო სახლში. დამიძახებთ გამოვცხადდები კეთილსინდისიერად, გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. არ იქნებიან ჩემი შვილები გამწარებულები, არ იქნებიან ამ ახალგაზრდების მშობლები გამწარებულები. მოდი რა. ხო არის რაღაცა ადამიანურიც ხო არსებობს არა ხალხო რა. როგორი სახელმწიფო საჩვენება გვინდა, ამაზე მაქვს ხალხო საუბარი მე რა. ამაზე მაქვს საუბარი რა. ამისთვის არ დაიღუპნენ ჩემი ძმები 27 მეგობარი მყავს ომში დაღუპული და სიცოცხლე არ მინდა გეფიცებით რა. გადავიღალე. მე თქვი რაღაცა შეიცვლება ქვეყანაში და დავისვენებ მეთქი რა. მადლობა დაბრძანეთ, მეც არ გაგრძელებინებ თუ იგივე რიტორიკით იქნებათ. მადლობა. ალბათ მომავალში მაინც მომცეთ საშუალებას რომ ჩემი გულის გივილი გამოვხატო. საშუალებას იმასთან ისიც მეყოფა რომ უდანაშაულოდ ვიჩები. ისიც მეყოფა. და ამაზე აუცილებლად ყველანი აგებთ პასუხს ბატონებო და არ მინდა, მართლა არ მინდა, გუწველად არ მინდა რომ მე როგორც მე და ჩვენ აი ეს ვსივართ აქ საბრალდებო სკამზე თქვენ აღმოჩნდეთ. ნამდვილად არ მინდა ეს და თქვენი შვილები ისევე გამწარებულები იყვნენ როგორც ჩვენი შვილები გაამწარეთ. მართლა არ მინდა, გულწრფელად არ მინდა. მე მეცოდებით რომ თქვენ ახართ მსხვერპლი ამ ძალადობისა. თქვენც ისევე პრობლემ მანქანად გიყენებთ. დაბრძანდით. კონკრეტულად აღკვეთის საკითხზე მინდა დაზუსტება. ანუ პროკურატურამ ფაქტობრივად დააწესა ისეთი სტანდარტი, რომ ვინაიდან გვედავებიან მძიმე მუხლი გახდა საფუძველი იმის, რომ ივარაუდონ, აი ჩვენ ვედავებით 4-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე, ვინაიდან მძიმეა, ამას შეიძლება სურვილი გაუჩინოთ მიმალვის. ანუ ამაზე დიდი თეორია იდეაში მტკიცების მხრივ არ წარუდგენიათ რა. ანუ დააყენეს სტანდარტი, რომ თვითონ მუხლის სიმძაფრე ან ვადის ან ნებისმიერი სახის სიმძაფრე შეიძლება გახდეს მიზეზი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის ეჭვმიტანილი, მიიმალოს. ანუ ეგეთი ლოგიკით საერთოდ სისხლის სამართლის პროცესის აღძვრა შეიძლება გახდეს საფუძველი იმის, რომ მივიჩნიოთ ადამიანი
მიმალვის საფრთხის მქონედ. მაგრამ რაიმე ამის გარდა არსებით დეტალი ხომ უნდა არსებობდეს, ეს ქმნის ძალიან ცუდ პრეცედენტს და აი სწორედ ჩვენს პრეცედენტზე მოყვანილ მაგალითს ვიტყვი, ვინაიდან ჩვენ აი ამ დასაბუთებით დაგვტოვებს წინასწარ პატიმრობაში, ამან უკვე არსებითი შედეგი მოიტანა და დღეს სრულიად სხვა საქმეზე, მაღაროელების საქმეზე, ზუსტად იგივეთი იხემძღვანელა პროკურატურამ, რა დღის წესრიგი შეიქმნა ჩვენ შემთხვევაში. ანუ ჩვენი სასამართლო პროცესი და ის de facto ვითარება და ის de facto არგუმენტი, რაც გამოიყენეს, გახდა დღის წესრიგი. ამიტომ არის აუცილებელი, რომ უფრო კონკრეტული ბრალდებები წანადგინოს დაცვის მხარემ. აი მაგალითად ავიღოთ ჩემ შემთხვევაში, ხო, ბოდიში პროკურატურამ. აი ავიღოთ მაგალითად გამეორება, დანაშაულის გამეორება. ჩემ შემთხვევაში მე დავებიან ვიდეო მიმართვას, რაზეც პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს ვიდეო მიმართვა არის ძალადობრივი ხასიათის. მაგ ვიდეო მიმართვაზე ჩემ კონკრეტული Facebook გვერდის გამოყენებით, სადაც იქნებოდა მაქსიმუმ 40,000 გამომწერი და ნახვები, რა თქმა უნდა, გაცილებით მცირე. რაში, როდესაც სასამართლოში მომიყვანეს წინასწარ პატიმრობაში დამტოვეს, ჩემი შესაძლებლობაა, რომ მე ვინმეს ხმა მივაწვდინო, ორმაგად და სამაგად არის გაზრდილი და ანუ არსებითად აბსურდულია, როდესაც მსჯელობს, რომ შეიძლება მე ეს დანაშაული გავიმეორო და აი ამ წინასწარი პატიმრობით ისმე მიზღუდავს ამის საშუალებას, როდესაც de facto გარემოება იდეაში მაძლევს უფრო მეტ აუდიტორიასთან კომუნიკაციის საშუალებას. მაშინ, როდესაც აქამდე სასამართლოებზე მე არაერთხელ გამიჟღერებია წინააღმდეგობის იდეა, რა თქმა უნდა, გავაჟღერე სამართლებრივ ჩარჩოში, რამდენადაც ეს არის ღვთისგან ბოძებული უფლება, რომელსაც სახელმწიფო აღიარებს. და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ანარქიას, ეს პირიქით გულისხმობს იმას, რომ სასამართლო ინსტიტუტს და ზოგადად მოსამართლის ინსტიტუტს პატივს უნდა სცემდე, ზოგადად ამ კონცეფციაზე დგას. ამიტომ ვერ იქნება ეს კანონგარეშე. და შესაბამისად, თვითონ ეს არგუმენტი რომ შეიძლება გაიმეოროს, აი ეს წინასწარ პატიმრობა ამის არანაირად არ იცავს რა, ანუ მე შემიძლია ახლაც გავაკეთო ნებისმიერი სახის განცხადება რადიკალური შინაარსის, ამის სურვილი და ამის мотиваცია რომ გამასჯეს. რაც შეეხება მიმალვას. მიმალვის შემთხვევაში მოცემულობა ის იყო, რომ პოლიციასთან, კრიმპოლთან იქ საერთო წინააღმდეგობა არ ყოფილა, სახლში მისვლის დროს თავად გაუღეკარები, პრინციპში პოლიციელთან დაძაბული კომუნიკაცია არ ყოფილა და იდეაში ამის სასარგებლო მხარეც არ იყო. რა თქმა უნდა, თუ სამართალახსრულება გსურს რომ იყოს ჯანსაღი, უნდა მინდიოდეს თანამშრომლობა სასამართლოსთან თუ სამართალდამცავებთან და ეს მოცემულობა იყო და თუ აი იგივე არგუმენტს გამოვიყენებ, არც ერთი პოლიციელი არ ამბობს, რომ წინააღმდეგობა გამიწიოდა. მაშასადამე კანონმორჩილად ჩატარდა ჩემი მხრიდან ეს პროცესი. ამავდროულად, თუ ფიზიკური სივრცის შეზღუდვა არის თვითმიზანი მიმალვასთან დაკავშირებით, წინასწარ პატიმრობას რაც შეეხება იმდენად რადიკალური ფორმა არის, რომ ზოგადად ჩარჩოებში არ ჟდება. ხო შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო აი შიდა პატიმრობა, რაც ზუსტად იგივე შედეგებამდე მიგვიყვანდა. ანუ ამ შემთხვევაში უფრო მკაცრი ზომა რატო იყო გამოყენებული, როდესაც შეიძლებოდა უფრო სუსტი ზომის გამოყენება და უფრო მსუბუქი ზომის გამოყენება და ამავდროულად გვახსოვდეს, რომ ჰუმანურობის პრინციპი არის სასამართლო პრინციპის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. თუ მიზნის მიღწევა შეიძლება სხვა უფრო ლაითი პროცედურით, რატო ვიყენებთ უფრო მძიმეს. და მესამე ის რომ თავადაც რო ახსენეს, ესე იგი თუ ჩვენ არ ვამბობთ, რომ რაღაცა არ ჩაგვიდენია, რატომღაც თურმე ავტომატურად ეს ქმნის იმ შეხედულებას, რომ ვაღიარებთ. პირველ რიგში მთელი სასამართლო პროცესი იმაზე მიდის მტკიცება, რომ ჩვენ უდანაშაულოები ვართ და აქ პროკურატურამ რატომღაც აურია ერთმანეთში აღიარებისა და რავი, საკუთარ თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. ანუ ჩვენ თუ დუმილის უფლება გამოვიყენეთ სიტყვაზე და არ დავაფიქსირეთ აზრი, ეს ხო იმას არნიშნავს, რომ დამნაშავეები ვართ. და პარალელურად არაერთხელ დაგვემტკიცებია ის მოცემულობა, რომ ჩვენ ეს არ ჩაგვიდენია. და რა თქმა უნდა, ბრალს და დანაშაულს არ ვაღიარებთ იმის, რაც არ ჩაგვიდენია და ეს იყო არსებითი, რაც მინდოდა მე თქვა, რომ აი ძალიან ხისტი ფორმა არის გამოყენებული წინასწარ პატიმრობა, როდესაც სასამართლო შეუძლია თუ მიზნები გააჩნია, რომ აი რაღაც პრევენციის, ამის გაცილებით უფრო ლაითი ფორმის ვალდებულებაც აქვს და საშუალებაც აქვს, რომ გამოიყენოს. ეს იყო არსებითი.